სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორიგის საჯარო ლექცია გაიმართა. ამჯერად სასწავლებელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ქართულ ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი ნაირა ბეპიევი სტუმრობდა. შეკრებილ საზოგადოებას ნაირა ბეპიევი ქართულ ოსური ურთიერთობების ისტორიულ კონტექსტზე და არსებული პრობლემის თანამედროვე ასპექტებზე ესაუბრა. ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა. პროფესორმა ქართველთა თვითმყოფადობაზე და იდენტობის უმთავრეს შემანარჩუნებელ წყაროზე ისტორიაზე ისაუბრა. მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ქართულ ოსურ დინასტიურ ქორწინებებზე, ქართულ ოსურ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და საგანმანათლებლო სფეროზე. ღონისძიებაზე ქართულ ოსური ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ გამოცემული სამეცნიერო ნაშრომები, მხატვრული ლიტერატურა და ლექსიკონები იყო წარმოდგენილი. საჯარო ლექციას სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ და იგი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრა მიეძღვნა ქართულ-რუსულ ურთიერთობებს. და ადამიანებისაც აქვს უფლება ისაუბროს მხოლოდ სამშვიდობო ენით, იყოს მორგებული იმ ინოვაციურ ხედვას და მიდგომას, რასაც ზოგადად ჩვენი უნივერსიტეტი თავაზობს ქართულ საზოგადოებას და მსოფლიო საზოგადოებრივებას, საუნივერსიტეტო ენა, სამშვიდობო ფორმატი. მოვიწვიეთ ქალბატონი ნაირა ბეპიევა. იყო ძალიან საინტერესო საუბარი, საინტერესო ლექცია. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ამ ურთიერთობების, სამეცნიერო, კვლევითი, საგანმანათლებლო, პირადი კავშირებით, პირადი კონტაქტებით, გაუზიარა ჩვენს სტუდენტ ახალგაზრდობას, აკადემიურ პერსონალს თავისი შეხედულებები. კიდევ ერთხელ დავწმუნდით იმაში, რომ ჩვენს ურთიერთობას აქვს პერსპექტივა. მხოლოდ აუცილებელია მხოლოდ სამშვიდობო ენა, ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ. ჩვენ ყველა ერთად შევქმნით ჯანსაღ ხვალინდელ დღეს. რა თქმა უნდა, აფხაზთან და რა თქმა უნდა, ოსთან ერთად. ღონისძიების დასასრულს ნაირა ბეპიევმა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ამ ტიპის შეხვედრები საუნივერსიტეტო დიპლომატიით კონფლიქტების დარეგულირებას შეუწყობს ხელს. Დაინტერესებული საზოგადოება ითხოვდა ლექციების კურსს, რომ გარკვეული წარმოდგენა ჰქონოდათ ამ ურთიერთობებზე, რომელიც ქართველებსა და ოსებს საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა. იქნება ეს დინასტიური ქორწინებები, სხვადასხვა სახის ურთიერთობები, რომელიც მათ აახლოებდა ერთმანეთთან. ამისი მოწმე გახლავთ უამრავი შერეული ქორწინებაც. ჩვენ ყურადღება გავანმახვილეთ ძირითადად იმ კულტურულ საგანმანათლებლო ურთიერთობებზე, რომლებიც ამ ორ ხალხს შორის არსებობდა, რომელიც დღესაც გრძელდება და ამისი დასტურია ჩვენი ცენტრის მიერ გამოცემული უამრავი წიგნი და ეს გამოცემები დღეისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ გამოცემების შედგენაში, გამოცემაში ორივე ხალხის წარმომადგენლები, მეცნიერები, ლექსიკოლოგები და სხვები იღებდნენ მონაწილეობას. აუდიტორიას საინტერესებდა ასევე ძალიან ბევრი საკითხი ქართველებსა და ოსებს შორის სადღეისო გადასახედიდან და თვალნათლივ ჩანს, რომ მზაობა იმისი, რომ ჩვენ მეგობრულად უნდა ვიცხოვროთ და უნდა გავაგრძელოთ ასეთივე ურთიერთთანამშრომლობით ცხოვრება, ჩანს ორივე მხარეს, იმიტომ რომ არავის არ უნდა ომი, არავის არ უნდა მტრობა. ძალიან დიდი მადლობელი ვარ მე სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ხონელიძის, რომელმაც ამ ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი, რომელმაც კარგად განჭვრიტა სოხუმის უნივერსიტეტის როლი, რომელიც ამ უნივერსიტეტმა უნდა შეასრულოს ქართველებისა და ოსების, ქართველებისა და აფხაზების ურთიერთდარეგულირების და ურთიერთმოწესრიგების საქმეში.